მაშ ასე დავბრუნდით მეგობრებო პირდაპირ ეთერში სოფო გოდუაძე ზესახუციშვილი როგორც პიკის საათის წამყვანები, მაგრამ შემოგვიერთდა ჩვენი არაჩვეულებრივი კორესპონდენტი მარიამ ჩოჩია. ძალიან საინტერესო რუბრიკი, ძალიან საინტერესო თემი, ძალიან საინტერესო სტუმრი და აბა შენია ეხა ბურთი და მოედანი მოგვიყევი რაშია საქმე. მოგესალმებით, ულოცავ ჩვენს მსმენელს ძველი ახალწელს. ჩვენთან სულ ახალი წელია, მოკლედ. დღევანდელი თემა ავარჩიეთ, სხვათა შორის ახალწელსაც უკავშირდება ნუმეროლოგია, დღევანდელი ჩვენი თემა და რატომ უკავშირდება ახალწელს. როგორც ვიცით, ყველა წელს აქვს თავისი რიცხვი, ციფრი და აქედან გამომდინარე, გარდა ასტროლოგიური პროგნოზისა, ნუმეროლოგები ნუმეროლოგიურ პროგნოზსაც აკეთებენ ხოლმე. რაც შეეხება რიცხვებს, ოდით განვეთვლიდნენ, რომ რიცხვებს აქვს ვიბრაცია და ეს ვიბრაცია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ჩვენ დღეს ყავს სტუმარი ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი, რომელიც შეეცდება რომ გვითხრას რომელ რიცხვს აქვს დადებითი ვიბრაცია, რომელს უარყოფითი და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს მოვისმენთ. მე ვთხოვ მსმენელს რომ შემოგვიერთდეს, თუ აქვს გამოცდილება ამ კუთხით გაგვიზიაროს და მე უკვე დავიწყებ საუბარს ბატონ დავითთან. მოგესალმებით ბატონო. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ბატონო დავით, მოდით ჯერ რომ არ დავიწყოთ კონკრეტული ციფრების განხილვა, ზოგადად ნუმეროლოგიაზე ვისაუბროთ, რა არის ნუმეროლოგია, რა ინფორმაციას გვაწვდის და საიდან წამოვიდა საერთოდ? ბატონო, ანუ ნუმეროლოგიის ფესვები იკარგება ძალიან ღრმა წარსულში, ისევე როგორც ასტროლოგიის. მაგალითად, პირველი ესეთი შუმერული ტექსტები, ყველაზე ძველი დამწერლობა, რომელიც აღმოჩენილია დედამიწაზე, ეს არის შუმერული ტექსტები. იქ უკვე არის საუბარი პლანეტებზე, სხვადასხვა ციკლებზე. ნუ რახან ციკლებია არსებობს ამ ციკლების რიცხვითი შეფასებაც. საქმე იმაშია, რომ უძველესი დროიდან რიცხვებს არა მარტო სამყაროს მატერიალური მხარის აღწერისათვის იყენებდნენ, არამედ იდეალური მხარისაც. შესაბამისად, რიცხვებს გარდა იმისა, რომ რაოდენობრივი დატვირთვა ჰქონდათ იდეური დატვირთვა. აი მაგალითად, არის კაბალისტიკაში გადაყავთ ეს იუდაური ამბანი რიცხვებში და რამოდენიმე მეცნიერიც, საკმაოდ სერიოზული მეცნიერი მათემატიკოსიც კი ცდილობს, რომ აი ამ რიცხვითი კოდით ამოიღოს ბიბლიიდან მომავლის რაღაცა ესეთი ნიშნები. ნუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. სხვა შორის იყო წინასწარმეტყველები, რომლებიც გამართლა. ნუმეროლოგია საკმაოდ აქტუალურია ძველ ჩინურ კულტურაშიც. მაგალითად, რო ავიღოთ ფენშუი, იქ არის მფრინავი ვარსკვლავები და იგივე გუას რიცხვი, რომელიც უბრალოდ ესეთ ნუმეროლოგიურ გამოთვლებს მოითხოვს. ნუ ყველასთვის ცნობილია პითაგორას ნუმეროლოგიური სკოლა. და ეხლა თქვათ, რომ პითაგორა რაღაც აბსურდულს ამბობდა ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა თეორემა ეს ჰიპოტენუზის და კათეტების შესახებ, რაღაც ესეთ აბსურდულ იდეებს დაიწყებდა ქადაგებას, ლოგიკასთან ახლოს არ არის. ლოგიკასთან პირიქით უფრო ახლოა, რომ პითაგორამ აღმოაჩინა რაღაც რაციონალური მარცვალი ამ ნუმეროლოგიაში. ისე რომ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს ნუმეროლოგია, საიდან დაიწყო ამ თქმა ძნელია და მე მგონი არც არავინ არ იცის. მე ჩემი პირადი აზრით თუ გაინტერესებთ, მე მგონი ეს ცოდნა უფრო მოდის ძველი ატლანტიდიდან, ან რაღაც უფრო განვითარებული ცივილიზაციებიდან. გასაგებია, პითაგორა ვახსენეთ და პითაგორა თვლიდაო, რომ სამყარო რიცხვების ენით საუბრობს. ესეც წავიკითხე. იცით ისე კითხვა მინდა, გასაგებია, მრავალი აზრი არსებობს, საიდან შეიძლება მოდიოდეს ნუმეროლოგია, მაგრამ ამდენი საუკუნის შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს დავაკვირდეთ საშუალება, რომ დავაკვირდეთ ამ ყველაფერს და დღეს რისი თქმა შეგვიძლია ნუმეროლოგიიდან გამომდინარე, ანუ ციფრი მე რას მაძლევს, რისი გაგება შემიძლია საკუთარ თავზე, არსებობს ინდივიდუალური ციფრები? რა თქმა უნდა. რახან თქვენ დაიბადეთ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ წელიწადს, თვე, რიცხვი, მორჩა თქვენ უკვე მიიღეთ გარკვეული ნუმეროლოგიური კოდი. ნუ შესაბამისად, აიღებენ ხშირად 1-დან 9-ის ჩათვლით ციფრებს, ნებისმიერი ორმაგი, სამაგი რიცხვი დაყავთ ერთ ფესვამდე, ან კრებავენ ერთმანეთთან და მიღებული ციფრის მიხედვით, მაგალითად შეიძლება ითქვას ადამიანის ბედის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ნუ ყოველ შემთხვევაში ძირითადი ალგორითმი შესაბამისად შეიძლება განვითარდეს მისი ბედი. აქ არის გარდა ამ ბედის რიცხვისა არის წარმატებების რიცხვიც, ანუ სად აქვს ადამიანს წარმატებების სფერო, ან რა უწყობს მას წარმატებების მიღწევაში. ცუდი რიცხვები ახლა პირდაპირ ვიტყვი, რომ არ არსებობს, ცუდი ციფრები რა. არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ადამიანი, მაგალითად ვისაც აქვს 6-იანი
დაუშვათ წარმატებების რიცხვი. და მას უპირისპირდება ადამიანი, რომელსაც აქვს დაუშვათ 9-იანი, ან რომელსაც აქვს 8-იანი. აქ შეიძლება იყოს შეუთავსებლობა, თორე ჩვენ ბედს ჩვენ არ ვირჩევთ, ეს წყდება უფრო მაღალ სივრცეებში, არ ვირჩევთ ჩვენს არც დაბადების ადგილს, არც დაბადების დროს. ანუ ეს ამას უკვე წყვეტავს უფრო ღმერთი ალბათ რა. და ამიტომ შესაბამისად ჩვენ ვიბადებით მაშინ, როცა უნდა დავიბადოთ და მატარებელი ვართ იმ რიცხვის და იმ რიცხვითი კოდის, რაც უნდა შევასრულოთ ცხოვრების გზაზე. აი ცუდ რიცხვებზე გამახსენდა, არსებობს მოსაზრება, რომ 13 თარსი რიცხვიაო. მე ჩავატარე გამოკითხვა და სხვათა შორის თვითონ ჩემმა რესპონდენტებმა თვითონ გაამახვილეს 13-ზე ყურადღება, ასევე 3-6-იანზე და ზოგს მე თვითონ მკითხე, რას ფიქრობდნენ, მაგრამ თვითონ გაამახვილეს ყურადღება და აღმოჩნდა, რომ ისინი თვლიან, რომ ეს სრულწმენაა. რეპორტაჟი უნდა მოვისმინოთ ახლა და შემდეგ დავბრუნდეთ ეთერში და განვიხილოთ უკვე რას ნიშნავს 13. აბა მოვისმინოთ, რას ფიქრობს ხალხი ციფრებთან და რიცხვებთან დაკავშირებით. ჩემს საყვარელი ციფრია 7, რაც განპირობებულია კონკრეტული დამთხოვებით ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ჩემს მობილურ ნომერში არის საკმაოდ ბევრი 7-იანი, ასევე ჩემს პასპორტის ნომერში არის ძალიან ბევრი 7-იანი. ცხოვრობ 77 ნომერში, ბინაც ასევე 17-ია და ისიც დაემთხვა, რომ მამას მანქანის ნომრებიც სულ 7-იანები იყო და აქედან გამომდინარე, ყოველთვის მგონია, რომ რაიმე 17 რიცხვში ან 27-ში ან თუნდაც 16-ში რომელთა ციფრთა ჯამიც 7-ის ტოლი არ მოხდება, აუცილებლად იღბლიანი იქნება და კარგად დასრულდება ჩემთვის. ჩემთვის ძალიან ცუდი რიცხვი არის 17 და ზოგადად არ 7 არ მიყვარს, მაგრამ 17 უფრო მეტად, იმიტომ რომ ბებიაც და ბიძიაც ნადრევად გარდაიცვალნენ ზუსტად 17 რიცხვში და რაღაცა ყოველთვის ცუდი ასოციაცია მიჩნდება ამ რიცხვზე. კი ვიცი, ჩემი ციფრი 9 არის და 9-ც მიყვარს, მაგრამ არ ვაკვირდები ნამდვილად. გამორჩეულად საყვარელი ციფრი ჩემთვის ჩემი დაბადების თარიღია, რატომღაც 27. რაც შეეხება 13-ს დღეს იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს. გამოსდა ჩავაბარე აქედან გამომდინარე, ამ გონის რწმენაა მართლა. მე თვითონ დაბადებული ვარ 13 რიცხვში და ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან მიყვარს 13 რიცხვი და სხვათა შორის კარგადაც მაქვს დაცდილი. ზოგადად რომ რაღაცა კარგი მომხდა და მithქვენ ნეტარ დღეს რა რიცხვია და რა დღე არის. და აი 13-ში მაგალითად რაღაცა ისეთი სასიამოვნო ამბავი მართლა ყოფილი. ჩემთვის გამორჩეული რიცხვია 13 და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. თავდაპირველი ის რომ მე დავიბადე 13-ში, დედა ჩემი, ბაბუა, რაოდენის განსაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემი თუთიყუში 13 ნოემბერს არის დაბადებული. 2013 წელს გავთხოვდი და 13 ნომერ მინაშიც ვცხოვრობ. ახლა უკვე მე რაღაცებს ვამთხოვ კიდეც 13-ში, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო ბედნიერი დღე იქნება ჩემთვის. ყოფილა 3-6-იანი რაღაცა გარკვეულ დიდ ციფრებში. ნამდვილად არ მიყიდია. არ ვიცი რატო, იმიტომ რომ გამიგია რომ ცუდია ეს 6-იანი, ალბათ იმიტომ, თორე სხვა ის არა. 6 არისო გამიგია რაღაც ეშმაკისეულიო და ეს მაინტერესებდა რატომ. პირიქით მე მაქვს კარგად დაცდილი და ეს მაინტერესებდა. დავბრუნდით მეგობრებო პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვისაც ის, რომ აი ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს და რეაქცია და გამოცდილება რიცხვებთან დაკავშირებით. ახლა 17 მაგალითად ერთმა რესპონდენტმა შენმა მარიამმა თქვა, რომ არ უყვარს, იმიტომ რომ რაღაც ცუდად აქვს დაცული. მე მაგალითად პირადად ძალიან მიყვარს. გარდა იმისა, რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი დაბადების რიცხვია, რაღაცნაირად ხდება ისე ხოლმე, აი დაკვირვების საფუძველზე ბუნებრივია, რომ რაღაც კარგი მოვლენები ემთხვევა, ან შეიძლება მე ვამჩნევ და აქცევ ყურადღებას, რომ აი ამ რიცხვს დამთხვევია. ბატონო დავით, ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება ისე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება ესა თუ ის რიცხვი იყოს, თქვათ, კარგ მოვლენებთან, ფაქტებთან ასოცირებული და დაემთხვეს, რომ მოხდა ეს ყველაფერი, მეორესთვის კი ცუდი. საქმე იმაშია, რომ როგორც კარგი რიცხვები, ისე ცუდი რიცხვები ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ რას მიაქცევს ყურადღებას, ეს არის უკვე ამ ადამიანის არჩევანი. შესაბამისად, მე ყველას ურჩევ, რომ ყოველთვის მიაქციონ ყურადღება კარგ სიტუაციებს, ანუ როცა წარმატებული არიან, როცა ყველაფერი მიდის კარგად. რეაქციონ იმ რიცხვებს ყურადღება, რომ ავტომატურად ასეთი ადამიანი ყოველთვის ხდება წარმატებების სივრცეში. თუ ადამიანი გააკეთებს არჩევანს, რომ მიაქციოს ყურადღება იმას, რა დროს ხდება ცუდი მის ცხოვრებაში, შესაბამისად ეს ადამიანი უკვე ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ცუდის მოლოდინში. ანუ სხვა რიცხვებზე ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ამ ცუდზე და ეს ცუდის რა თქმა უნდა მოდის მასთან და ფიქსირებულია ამ ცუდზე. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ მხოლოდ მიექცეთ ყურადღება იმას, როცა ხდება თქვენთვის კარგი. შესაბამისად, თუ კარგს იზიდავთ, თქვენ ორიენტირებული ხართ
არც კარგზე, ცუდიც ნაკლებად მოხდება. სხვათა შორის ამ გოგონასგან ვიცი, ვინც თქვა რომ 17 ცუდად მაქვს დაცდილი, ყოველთვის 17-ში ელოდება რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ანუ წინასწარ ამზადებს გამოდის თავს. განწყობაც არა, ეს ადამიანი ცხოვრობს, ანუ ასეთი ადამიანის ცხოვრება მიდის ცუდის მოლოდინში. მაგრამ ჩვენ დედამიწაზე რაღაცა რო შევქმნათ, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ კარგზე. რათა გავნიცადოთ პროგრესი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცუდის მოლოდინში ცხოვრობს, შესაბამისად ის არ პროგრესირებს. მის ცხოვრებაში ფიქსირდება მხოლოდ ცუდი უარყოფითი მოვლენები. სოფო, თუ იცოდი, რომ 13 რიცხვის შიში არსებობს ფობია, ტრისკადეკა ფობია ქვია და ამერიკელებს და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს ლიფტშიც კი არ აქვს 13 ნომერი, 12 შემდეგ პირდაპირ 14 მოდის. არის თეატრი, თუ არ ვწდები ინგლისში, სადაც მე-13 რიგია ამოღებული და თუ არ ვწდები მხოლოდ ინგლისში არა, კიდე სხვა თეატრებშიც არის, რომ მე-13 რიგის ბილეთები უბრალოდ არ იყიდება. აბა ვკითხოთ ბატონ დავით, რამდენად მართალია ეს ამბავი 13-თან დაკავშირებით, რომ ცუდი 13-თან დაკავშირებული ფობია დაახლოებით იგივეა, რაზეც ვისაუბრეთ რა, ანუ არსებობს სოფლიოში ბევრი ადამიანი, რა თქმა უნდა, ადამიანების რიცხვი იყოფა, ანუ უხეშად რო გავყოთ ორ ნაწილად, ოპტიმისტები და პესიმისტები, ანუ გაბედულები და მშიშრები და ასე შემდეგ, ეს ორ ნაწილად დაყოფა შეიძლება ეს 13 რიცხვის ფობია მოგონილია ზუსტად ამ შიშარა ადამიანების მიერ, რომ რაღაცა მოხდება და რაღაცა რომ მოხდება 13-ში დაუშვათ სოფლიოში, იძახენ, აი ჩვენ ხო ვიძახდით, რომ 13 რიცხვი ესეთი აი ხარ უნდა ყოფილიყო, ეს არ უნდა ყოფილიყო, არა. ზოგისთვის უმრავლეს ბევრი ადამიანისთვის 13 რიცხვი არის ძალიან კარგი. და შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს ცუდიც, მაგრამ ეს ამ ადამიანის ინდივიდუალური ნუმეროლოგიური, როგორც იტყვიან, ნუმეროლოგიური კოდიდან გამომდინარეა რა, რამდენად კარგია, ან რამდენად ცუდია. და ის რო ავიჩემოთ, რომ მაინც 13-ია ცუდი და 16-ია კარგი და შეიძლება 16 რიგში მოხდეს რაღაც კატასტროფა, ან 16 სართულზე. უბრალოდ ჩვენ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ, რადგან ვიცით, რომ 13 ცუდია, ამაზე ვამახვილებთ. 13 გარდა ამისა, უძველესი დროიდან 13 რაღაც არ ღვევს იმ 12-ის პროპორციას. ან 12-ის პროპორცია სამყაროში არის თავარი. ეს არის 12 ზოდიაქო, 12 თვე და ასე შემდეგ. მე-13 არის ზედმეტი. აი ამაზეც ემყარება ეს, რომ მე-13 გოჭი და რაღაცა და მე-13 და მაინც მე-13 გოჭი ყველაზე დაჩაგურულია, ან უბედურია. აი აქედან გამომდინარე. გასაგებია, 6-იანზე რას ვიტყვით? ჩვენმა რესპონდენტმა იკითხა, გამიგია რომ 6-იანი ცუდი ციფრიაო, მაგრამ მე გამიგია რომ 6-იანი კარგი ციფრია, 3-6-იანზეა ეს საუბარი, რომელზეც ამბობენ რომ ცუდია და აი რომ თქვათ, მართალია თუ არა 3-6-იანის თემა? თვითონ 6-იანი ცუდი არ არის, მაგრამ 3-6-იანი მე ხომ მართლმადიდებელი ვარ, მიუხედავად ჩემი გატაცებისა ოკულტური მეცნიერებით, ჩემი ძირითადი რწმენა არის მართლმადიდებლობა, ანუ ხეცის რიცხვია. ფაქტიურად შეიძლება ითქვას 3-6-იანის მიმართ მეც მაქვს ფობია. როგორც მართლმადიდებელს რა. და 3-6-იანი ვინაიდან ჩვენ დაყვავს რაღაც ერთ ფესვამდე ადამიანის დაბადებას, იქ 3 რიცხვი არ ფიგურირებს. იქ საუბარია მაგალითად ხეცის რიცხვზე, იოანეს გამოცხადებაში 3-6-იანზე. ამიტომ მე ვთვლი რომ 3-6-იანი მაინც რაღაცა არ ვიცი, რახან მართლმადიდებელი ვარ. შეიძლება გინდა ფობია დაარქვით, გინდა ჩემი რწმენა, მაგრამ მეც მეშინია 3-6-იანის გულახდილად გეტყვით. ეს სად შეიძლება შეხვდეს? ალბათ სასტუმროს ნომერი, თორე ის დაბადების. არა, გეტყვით ამის წინ, ესე იგი მანქანას ვიფორმებდი და ნომერს ვიღებდი და დავინახე რომ ჩემ წინ იყო 3-6-იანი. თან ეხლა შეიძლება ვიცნეს ეს რესპონდენტი, თან შეფ ესეთი ასოებით და 3-6-იანი შეფი, 3-6-იანი, ნუ გასაგებია ვინ არის შეფი. მაშინ ერთი საიდუმლო უნდა გაგემხილოთ, ეხლა მე დაბადებული ვარ 13 მაისს და ალბათ ესეთი ფობია ქონდა ჩემ მშობლებს და ჩამწერეს 12-ში. ანუ საბუთებში ვარ 12 მაისს დაბადებული, რეალურად 13 მაისს ვარ დაბადებული. 13 მაისზე ყველაზე კარგი რაც მახსენდება ეს არის ძალიან ისეთი ენერგიული გულშემატკივარი ვიყავი ფეხბურთის და დინამო თბილისმა 13 მაისს თასი მოიგო. ნუ ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ძალიან ტრაგიკული იყო 13 ივნისის წყალდიდობა. ამიტომ რა ვიცი, არის ისიც როგორც წესი უფრო კარგი მახსენდება. პირადი გამოცდილება როგორია ამასთან დაკავშირებით 13-თან? არავით არის პრობლემა, პირადად განსაკუთრებული 13 რიცხვში არ შემქმნია უფრო მეტი პრობლემები საერთოდ სხვა დღეს და 13-ზე არ მახსენდება არაფერი პირადი ესეთი. ნუ ისიც პირადია, ხა თბილისში რაც მოხდა არ შეიძლება რომ ადამიანმა პირად ტრაგედიათ არ მიიღო, ხო? ამდენი შენი თანამემამულის და თანამოქალაქის გარდაცვალება სიკვდილი ტრაგიკული და ის ზარალი რაც ქალაქს მიადგა. ესეც პირადია რა თქმა უნდა.
ბატონ ერთი შეკითხვა მაქვს და შეიძლება მარიამ ვიდრე შენ კიდე რაღაც სიღრმეებში შეხვალ უბრალოდ აი ხა დავფიქრდი ასეთ რაღაცაზე იქიდან გამომდინარე რომ თქვათ ხვალ ლინდელ დღეს 15 იანვარსაც მორიგ ბედობას აღნიშნავს ჩვენი ერი 2 იანვარსაც აღნიშნეთ ბედობა და 17 დეკემბერსაც ბარბარობის დღესასწაულზე ამბობენ ხოლმე არის ბედობა აი როგორ შეიძლება ვთქვათ 2-ში 15-ში და 17-ში აი რაღაც ესეთი განსაკუთრებული ესეთ დამოკიდებულება ბუნებრივია ბედობა შენ როგორც მოგინდება კარგად ყოფნა და კარგად გაატარებ ასე ვფიქრობ მე რომ იქნება მთელი წელი როგორ შეიძლება ვთქვათ აი ეს მისია ბედობის დავაკისროთ სამ სხვადასხვა რიცხვს რამდენად ეს არის ლოგიკური და სწორი ну ქართველები საერთოდ ორიგინალური ხალხი ვართ და შესაბამისად დღესასწაულებსაც რაღაც ორიგინალურად უდგებით. ეხლა ჩვენ დღესასწაულს აღვნიშნავთ როგორც იულიანური კალენდრით, ისე გრიგორიანული კალენდრით. იულიანური კალენდარი წამოვიდა ძველი ეგვიპტიდან და ну ეს თვეები დააწესეს რომაელებმა, მაგრამ იულიანური კალენდარი ძველი ეგვიპტური გათვლები უდევს საფუძვლად. და გრიგორიანული პაპა გრიგორიუსმა ეს პრეცესია გაითვალისწინა დედამიწის ღერძის გადაადგილება და 14 დღე ამოაგდო. ანუ გრიგორიანული კალენდარი სწორია ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიანური კალენდარი სწორია ძველი ეგვიპტური ეზოთერიკის თვალსაზრისით. ამიტომ მე მგონი მე ვთვლი რომ როგორც ჩვენ აღვნიშნავთ, თერმოსოფლემ უნდა აღნიშნოს ესე, ჩვენ შანსს არ უშვებთ. როგორც იულიანური კალენდრით, ისე გრიგორიანული, ანუ თუ ეს დღე მართლა ბედობა, პირველ დღესაც გავარტყავთ და მეორე დღესაც 100%-იან 10-იანში ვარტყავთ. აი ეს არის თავი. მაგრამ ანუ ის რომ იმ სამ რიცხვს გინდა თუ არა რაღაცა მოვალეობა და მისია დავაკისროთ, აი ესეთი რაღაცა არსად არ წევს. ну ეხლა ორიანი, ეხლა საქმე რაშია? ნუმეროლოგიაში ერთიანი ეს არის შემოქმედის რიცხვი, ანუ აბსოლუტის რიცხვი. 2 ეს არის სფერო, სადაც შემოქმედი მოქმედებს. ანუ დედამიწის რიცხვი გამოდის, ანუ მასალა საიდრისგანაც შემოქმედი რაღაცას ქონის. 3 ეს არის უკვე შედეგი. ანუ ფაქტიურად ჩვენ პირველში დღესასწაულობთ თაყვანს შემოქმედს 2-ში ამ შემოქმედს ვიწევთ რომ მან მოახდინოს რაღაც ამ მატერიალურ სამყაროში ისე რომ ჩვენც იყოს კარგი და 3-ში ჩვენ 3 და შემდეგში ჩვენ უკვე ველოდებით შედეგს. ძალიან მსმენელი ყავს ეთერში მივესალმები მსმენელს. მსმენელი გაპარულა. ბატონო დავით, სანამ კიდევ დარეკოს მსმენელი, ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. არსებობს ასტროლოგიური პირადი რუკა. ნუმეროლოგიურად გვაქვს როგორც თქვით უკვე ჩვენი პირადი ციფრები. უკაცრავად მობილურით გვირეკავენ, მოდით ჩავართოთ და მე გავაგრძელოთ. გამარჯობა. გამარჯობა. აბა რა შეკითხვა? დიდი მადლობა. რადიო მიმღებს ჩაუწიეთ თუ შეიძლება ცოტა. ეხლა 3-იანი და თქვით ამაზე მაქვს ამბავი და პატარა ლოგიკა. ისმენ. როცა გაიშნიკები იყვნენ ავად სახსენებელ პერიოდში მაშინ ვიყიდე მანქანა. რომ მივედი ნომრის ასაღებად, მაშინ ხო ფულით იყო არა ნომრის აღება. და თვითონვე აი არც არაფერი არ მithქვია, მომცა ნომერი 3-6-იანი და ჩემთვის ეს ყველაფერი არაფერს არ წარმოადგენს. გამოვართ ეს ნომერი და გამოვდივარ იქიდან, რა უკვე თანახმა ვარ ამ ნომერზე. გამომეკიდა უკან ეს ნომერი ამ ნომერთან ჩამპურსო. ამას ვისაც ვიცე, ყველა უკან მიბრუნებსო და უგონდას ეს არ მოხდა და აჰა შე ფულიო. უდა პურსო. და ვეკიდა ვუკდა ეს ნომერი და აი ეს ამბავი გამახსენდა ახლა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გამოდის 3-6-იანი ხეირობენ კიდეს და მხოლოდ ცუდი არ ყოფილა. ბატონო დავით, ასეთ კითხვას გისვამდით, ასტროლოგიური პირადი რუკა რომ არსებობს, ვიცით, მაგრამ ვთქვათ, მე ასტროლოგიით არ ვარ დაინტერესებული და მაინტერესებს ნუმეროლოგია. როგორ უნდა გავიგო ჩემი პირადი ციფრი და რას მაძლევს ეს პირადი ციფრი? ანუ შემდეგ ეს ციფრი რამეში უნდა გამოვიყენო თუ რა უნდა გავაკეთო? კი ბატონო, ანუ ეს საკმაოდ მარტივია. ამას ძალიან დიდი გათვლები არ სჭირდება. ბედის რიცხვი გამოითვლება როგორ? თქვენ უნდა შეკრიბოთ თქვენი დაბადების წლის ციფრები ცალ-ცალკე. თვის ნომერი, დავუშვათ თებერვალი ეს იქნება 2 მარტი 3 და ასე შემდეგ, ესეც მიუმატოთ და დავუმატოთ დაბადების რიცხვის ციფრები. თუ ორნიშნა რიცხვს მიიღებთ, აუცილებლად უნდა შეკრიბოთ ერთმანეთთან და დაიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე. ეს არის ბედის რიცხვი. ერთი წუთით რო დავაზუსტოთ, ანუ მაგალითს მოვიყვან, თქვათ, კარგით ჩემი დაბადების თარიღს ვიტყვი, 28 თებერვალი 1992 წელი. 2-ს უმატებთ 8-ს, უმატებთ 0-ს 2-ს, 1-ს 9-ს 9-ს, 2-ს ყველა ციფრს ვკრებთ, შემდეგ უკვე მივიღებთ 33-ს, ამ 33-საც ვკრებთ და თქვენი დაბადების ბედის რიცხვი არის 6. დიახ.
შესაბამისად, ნუ ექვსამდე კონკრეტულად რაღაცა რო ვთქვათ, თქვენს ბედს განაგებენ სხვა ადამიანები. დიახ. თქვენ ცხოვრებაში ნებისმიერი ყველაზე მნიშვნელოვანი ბედისმიერი მოვლენა მოხდება სხვა ადამიანების ჩარევით და ხშირ შემთხვევაში ეს იქნება კარგი. გასაგებია. ეს სუბიექტურები რომ არ ვიყოთ, მოდით თქვათ მოკლედ ყველა ციფრზე. ეხლა უცბად ჩამოვთვლი, ანუ თუ ბედის რიცხვი არის 1. ამ ადამიანს ცხოვრება ხშირად ახვედრებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დიახ. ამიტომ არასოდეს არ უნდა გაექცეს საზოგადოების ყურადღებას. პირიქით, ეს ადამიანი და ეცოდოს რაც შეიძლება მეტად მოხვდეს ყურადღების ცენტრში ნებისმიერ გარემოებაში. როგორც ვიტყვი, ეს არის ის წყალი, სადაც ის თევზივით იგრძნობს თავს. თუ დაუშვათ ბედის რიცხვი არის 2, ამ ადამიანის ბედში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მშობლები და წინაპრები, შესაბამისად ტრადიციები. გარდა ამისა, ამ ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის, თუ რამდენად შეძლებს ის მოერგოს იმ გარემოებებს, რასაც თვითონ ცხოვრებას თავაზობს და არა ის, რომ თვითონ მოიგონოს რაღაც გარემოებები თავის ცხოვრებაში. თუ ბედის რიცხვი არის 3, ამ ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რწმენა. შესაბამისად, შინაგანი ფილოსოფიის და რწმენის ფორმირება გადამწყვეტი იქნება მისი ბედის ან წარმატებით, ან წარუმატებლად განვითარების შემთხვევაში. უცხოეთთან კონტაქტები ასეთი ადამიანისათვის ასევე მის ბედზე ახდენს დადებით გავლენას. თუ ბედის რიცხვი არის 4, ასეთი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან დადებით როლს თამაშობენ მეგობრები. რაც უფრო ესე იგი აქტიურად ერევიან მეგობრები მის ცხოვრებაში და ამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირად მნიშვნელოვანი ცვლილებები, ანუ სასიკეთო მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მეგობრების გავლენით და მათი მხრიდან მოსული შესაძლებლობებით. აგრეთვე ასეთმა ადამიანმა არასოდეს არ უნდა შეიკავოს თავი ორიგინალურობისაგან, ზუსტად თავისი ორიგინალურობით იზიდავს ხალხს. თუ ბედის რიცხვი არის 5, გონება ინტელექტი არის გადამწყვეტი ამ ადამიანის ცხოვრებაში და შესაბამისად ინფორმაცია. რაც უფრო მეტად ცდილობს ეს ადამიანი განვითარდეს ინტელექტურად, მით უფრო კარგად ვითარდება მისი ბედი. თუ არის 6, 6-ზე ვისაუბრეთ. დაოჯახება, თანამშრომლები, საქმიანი პარტნიორები, ეს არის სივრცე, რომელიც მის ბედს წარმატებით მართავს. თუ ბედის რიცხვი არის 7, ეს უნდა იყოს ქველმოქმედი ადამიანი. მის ცხოვრებაში ქველმოქმედებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ თუ ასეთი ადამიანი არ ჩადის ქველმოქმედებას, თვითონ ხდება ქველმოქმედების ობიექტი. წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანია საკმაოდ რთული. თუ ახორციელებს ქველმოქმედებას, მიუხედავად 10 ლარის რო ხონდეს ხელფასი, იმ 10 ლარიდან იღებს 10% დაუშვათ ლარს და გასცემს, ამ ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ ვითარდება. თუ ბედის რიცხვი არის 8, აი მაგალითად 8-იანი ჩინეთში ეს არის კარგი რიცხვი. მაგრამ ახლა ჩინელების ლოგიკით რო ვიაზროთ, რა არის? ჩინელებისთვის აორე კონდეს სამუშაო, ისინი ძალიან შრომის მოყარე ხალხია, ჭიანჭველებივით არიან. ანუ 8-იანი არის ბიზნესმენების რიცხვი. ასეთ ადამიანს უმართეს ბიზნესში იმ შემთხვევაში, თუ ის თანახმა იმუშაოს 12 საათი. როგორც იტყვიან, დღე ღამეში. თუ ბედის რიცხვი არის 9, ასეთი ადამიანის ცხოვრებას ბედს მართავს კონფლიქტები და აგრესია. ანუ უნდა მოერიდოს აგრესიას კონფლიქტებს, რაც უფრო დინამიური ცხოვრების წესი ცხოვრობს. კარგია, მაგრამ აგრესია მის ბედს წაიყვანს უარყოფითი გზით. და ნუ ეს 9 ამოვწურეთ. ეს რაც შეეხება ბედის რიცხვს. რაც შეეხება წარმატებების რიცხვს, ეს უკვე სხვანაირად გამოითვლება. თუმცა დრო აღარ გვაქვს და მე იცით რა მინდა კითხოთ ბოლოს 2016 წლის რიცხვი ციფრი არის 9, როგორც ვიცი ნუმეროლოგიურად. აი ამაზე რომ გითხრათ ბოლოს როგორი წელი იქნება ნუმეროლოგიურად? ნუმეროლოგიურად ეს იქნება აგრესიის გამოვლენის წელი. თუმცა ეხლა ქართველებს შენ არაფერი არ გვეუბნება არც საქართველოს, მაგრამ სოფლიოში ეს იქნება მაქსიმალური აგრესიულობის წელი 9 სექტემბრამდე მაინც აქ უკვე ასტროლოგიაც მივაბი ახლა მე იქნება ტერორისტული აქტები სისხლის ზღვრა რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ახალი ესეთი აგრესიული კერები ой ცუდია ცუდი ესეთი ნოტაზე არ მინდო მაგრამ ისეა ის რაც არის ბოლოს სანამ მე დავამშვიდობები მე მივხვდი ასეთ რამეს მე და ბატონმა დავითმა ეთერს გარეთაც ვისაუბრეთ ჩვენი ბედის რიცხვი როგორც ვიცი უნდა გამოვიყენოთ ხშირად ტელეფონის ნომრის შერჩევის დროს მანქანის ნომრის შერჩევის დროს ხო სწორად ვამბობ ბატონო და კი რა თქმა უნდა მაგრამ კარგია თუ ამას კიდე წარმატებების რისკსაც მიამატებთ სამწუხაროდ
ვეღარ ვასწრებთ ამაზე საუბარს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მეც დავემშვიდობები მსმენელს შემდეგ ხუთშაბათამდე. დიდი მადლობა. ეს ისეთი თემა, რომელსაც სამწუხაროდ არ ყოფნის ხოლმე ერთი გადაცემა შესაბამისად ბატონ დავით კიდევ ველოდებით უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ საკითხებზე. მე არ ვიცი ხა ტერორისტებს უნდა მივმართოთ თუ არა რომ გვისმინონ, მაგრამ აფეთქებებს ჯობია კარგი განწყობა შეიქმნა ჩვენი ტალღის მოსმენით. FM 104-ზე პროგრამა პიკის საათი მაუწყებლობდა მეგობრებო, ჩვენ დროებით გემშვიდობებით.